სიამოვნებით წარმოგიდგენ დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმარს ნარიყავაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარ დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი. მამა გიორგი დაგულოცეთ, მადლობას მოგახსენებთ. დაგულოცოთ ყველა. მიტევების სამი სახე, მიტევებაზე გსურს ვისაუბროთ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეპოქაში, რა თქმა უნდა, ყველაზე აქტუალურია ალბათ მიტევება, შენდობა, პატიება, მაგრამ განსაკუთრებით იმ ფონზე, რასაც ვხედავ საზოგადოებაში, ეკლესიაში, ერში, მსოფლიოში, ამ ფონზე ალბათ მიტევება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თან ჩვენ უკვე იცის მოსახლეობა, მრევლმა რომ ვიმყოფებით მარხვის წინა პერიოდში, მოსაზრდებელი პერიოდი. აი მიტევების სამი სახე, რა შეიძლება ითქვას ამ თემაზე. ალბათ გაუკვირდება პატივცემულ მაყურებელს, რომ ცოტა ადრე ხო არ გვიწევს საუბარი მიტევებაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ როცა იწყება დიდი მარხვა, ყველიერის კვირა გახლავთ მიტევების, ანუ შენდობის კვირა. და რატომ მაინც და მაინც რამოდენიმე კვირით ადრე. მე ასე ვფიქრობ, რომ იმდენად დიდია მიტევების სურვილი და მიტევების განცდა, რომ ამას ერთი დღე არ ყოფნის. ამას სჭირდება გარკვეული მზადება, ამას სჭირდება განწყობა და ასევე ჩვენ როცა ვამბობთ მამაოჩვენოში გარკვევი წერია და მოგიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთან მათ ჩვენთან. თუ შენ არ მიუტევებ, არ მოგეტევება. ახლა როგორ ფიქრობ, ღმერთი ჯიბში გვიდგა ჩვენ და გაუჭირდება ამის გარეშე რომ გვაპატიოს. უბრალოდ შენ თუ არ პატიობ, ვერ იგზნობ რამხელა სიხარულია, როცა სხვა გპატიობს. და შენ რომ გაპატიონ, აუცილებლად უნდა აპატიო. და რატომ უნდა აპატიო? აი მოდი პირდაპირ ვიტყვი და თუ შენ არ პატიობ, შენ თვითონ ხარ ძალიან მძიმე მდგომარეობაში და გაქვს დიდი ბოღმა, სევდა, ნაღველი. ის ადამიანი, ვინც შენ გაგაბრაზა, ან შენ გაბრაზებული ხარ მასზე, საერთოდ შეიძლება არც ფიქრობს იმაზე, რომ შენ გაწყენინა და ის შეიძლება ერთობა, კარგად ცხოვრობს, და შენ დაადიხარ დაბოღმილი, დადარდიანებული და შენ იტანჯები ამ უპატიებლობით და ხარ მძიმე მდგომარეობაში. რადგან ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ამაზე არ ვფიქრობთ, აი განსაკუთრებით ეკლესია გთხოვს, რომ შენ მარხვა არ დაიწყო ისე, სანამ გულს არ გაისუფთავებ და არ შეუნდობ ადამიანს. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ სიტყვით, ენით, მარტივად გაპატიე, შენც მაპატიე და დასრულდა. სულ სამი სახე არსებობს პატიების. პირველი არის ძალიან მარტივი და ადვილი, გავრცელებული. ღმერთმა შეგინდოს, კი, მეც შემინდე, გადაეხვევენ ერთმანეთს, აქ მთავრდება ყველაფერი. მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. თუ დაუკვირდებით, აი ეს კარგად ჩანს ეს ყველაფერი, როცა არის სამებაში, ან სიონში, ან რომელიმე ტაძარში, პატრიარქთან, ან ეპისკოპოსთან, ან რომელიმე ტაძრის წინამძღვართან, ამაზე ქადაგება, მერე ცრემლები, მერე დაჩოქება, მერე გადახვევა, გადმოხვევა, ჩახუტება და მოკლედ ნიანგის ცრემლების გადმოყრა. მაგრამ გავა რამოდენიმე საათი და ისევ იგივე მდგომარეობაში არიან ადამიანები, იმიტომ რომ მისი პატიება ენას არ გასცილებუია. მარტო ენით აპატია და ყველაფერი იგივე დარჩა გონებაში და გულში. ეხლა გადავინაცვლოთ გონებაში. მეორე სახე პატიების ეს არის გონებაში. მე ენით კი ვაპატიებ, მაგრამ გონებაში უნდა დავფიქრდე, მან რამაც ყენინა და მე რატო გავიბუტე. იმიტომ რომ ძალიან მალე დაგიბრუნდება წყენა, ძალიან მალე ისევ გაიბუტები, თუ გონებაში არ გადახარშე, ეს ყველაფერი ადამიანი არის გონიერი, მეტყველი არსება და უნდა გონებაში გაიაზროს პატიებაც და არ პატიებაც. სიყვარულიც და არ სიყვარულიც, კარგიც და ცუდიც, კეთილი და ბოროტიც, ნათელი და ბნელიც და გონებაში უნდა გაანალიზოს. ხლა მართლმადებელი ქრისტიანი გარკვეულია ამაში, რომ ესეთი სწავლება არსებობს, მე-6 საუკუნის დიდი ამბა დოროთე ამბობს, ყველაფერში საკუთარი თავი დაადანაშაულეთ და ამით მოიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს. ეხლა რამდენი თანამედროვე მოაზროვნე აღელდება, გაბრაზდება ამაზე, რას ქვია? მე უნდა ვაპატიო, ჩემ თავს უნდა დავაბრალო, როცა ის ტარტაროზი, ეშმაკეული, ბოროტი, რომელიც ასე მომექცა და ასეთ მდგომარეობაში ჩამაგდო, რას ქვია, ჩემი ბრალია. ამით ხო ის გათამამდება პირიქით და ის ხო უფრო გამაყდება და მეტ ბოროტებას ჩაიდენს. არ არის ასე. თუ ის ადამიანი მაინც არ იცვლება და იგივე ბოროტებაში რჩება და მე მასთან ვაგრძელებ პაექრობას, მეც ხო იმისნაირი ვხდები და ორი ბოროტება წარმოიშვა, ხო? და შენ როცა არ შედიხარ მასთან პოლემიკაში და არ არჩევ საქმეს, ვისი ბრალია და ვისი ბრალი არ არის, უკვე ცივ წყალს სასხავ ბოროტებას.
და ის ბროტება მეტი უკვე აღარ გაიზრდება და სხვა ბროტებას უკვე აღარ წარმოშობს. იმიტომ რომ თუ აშკარა ბროტებასთან გვაქვს საქმე და შენ შედიხარ მასთან შერკინებაში, პაექრობაში, უკვე ამით ჩათვალეთ რომ ცეცხლზე დაასხით ნავთი და უფრო დიდი ხო წარმოვიდგინე, ვიცი ადამიანი აშკარად ბროტია, აშკარად ცუდია და ვიწყებ მასთან საქმის გარჩევას. იმას ახლა ზარღვი გაწყვეტილი აქვს უკვე რა და ახლა იმას არა ინტერესს პირიქით უკვე ის მერე ღიზიანდება, ის უფრო მერე მათ დიდ ბროტებაში გადადის, იგონებს კიდე ახალ რაღაცეებს და გაჩაღდება მერე სერიოზული პაექრობა. და ამიტომ დიდი მამა ამბობს რომ შენ თავს დააბრალე, როცა ორი ადამიანი კამათობს, ვინ არის დამნაშავე? ვინც გონიერია, ხო? ვინც იდიოტია და ნაკლებად განათლებულია და არაფერი არ იცის და შენ ბრძენი ადამიანი ეკამათები ღმერთი გეტყვის შენ ხო მეტი მოგეცა როგორ უყადრი მაგას თავს ერთხელ ტაისონი გამოიწვია ქუჩის მოჩხუბარმა და ტაისონმა უთხრაო კი მაგრამ შენ კი იტყვიო ტაისონს ვეჩხუბეო და მე რა ვთქვა ვის ვეჩხუბე ხო აი ესეთი რამეა ფაქტიურად შენ მართლმადიდებელი ხარ მეტი იცი და რატო შედიხარ პოლემიკაში იმ ადამიანთან ვინც ნუ საერთოდ არაფერი არ სწამს და მარტო ბუნების ზალებს რო აღიარებს ხო და ხშირ შემთხვევაში პროვოკაციულიც არის პროვოკაცია და შენ დაგამარცხა ძალიან მარტივად ერთი სამურაი იყო ესეთი მოგესალმებათ ორთაბრძოლები არის და აღმოსავლური ორთაბრძოლების ძალიან სერიოზული მასწავლებელი და მასთან მოდის სხვა სამურაი უნდა მასთან შერკინება და აყენებს შეურაცხყოფას ლანძღა აგინა მოკლედ თუ ყველაფერი რაც შეიძლება და ყველაფერი ამა ხმა არ ამოიღო და ამის მოწაფეები ცოტა გაბრაზდნენ მასწავლებელო შეგეშინდა რატო არ გაეცი პასუხი ვინმე რო საჩუქარი მოგიტანოთო თუ არ გამოართვიო ვის დარჩება ის საჩუქარი მასო ხო და ის ლანძღვა და გინება მას დაუტოვეო მე ესეთი წესი ქონდა იმას რომ ჯერ გამოიყვანდა ადამიანს მდგომარეობიდან და მე ადვილად ამარცხებდა ასე ვარ ჩვენც ხო გონია რომ ახლა შენ კარგი ქრისტიანი ხარ გაწონასწორებული გონიერი და ძალიან მარტივად შეიძლება ტრანსპორტში, ქუჩაში, ვიღაც ლაწირაკმა რაღაც სიტყვან დაგისიგნალოს არასწორად და მაშინ გამოდეხარ მდგომარეობა და მანქანას აწერია უფალო შემიწყალებს, გაცნობილი ხატები და ამ დროს ისე იგინებით და ისე ელენძღები ძალიან მარტივ რაღაცაზე, ხო? ამ დროს შენ გაიღიმე და თქვი უფალო შეიწყალე. გადასახე ჯვარი, მერტო დაიფარე საბრალო ადამიანი, ხო? აი მესამე კახაბერ უკვე უფრო რთულია. შეიძლება ენით ვაპატიე, გონებაშიც გადავხარში რომ ჩემი ბრალია და ვაპატე აი გულში ცოტა ძნელია მე გულში ჩვენ გვჩება კიდე ცხენა თუ დააკვირდებით ენით ვაპატიე გონებით ვაპატიე მაგრამ გული არ მაქვს თავისუფალი და გულში მაინც მიდევს ის ცხენა და ბოღმა და მახსოვს და ნახეთ რა ხდება ამ გულში მე ხო გული არის დადარდიანებული და დამწუხრებული როცა შენ გულში ლაქად გადევს აი ეს ძიმე ცხენა იყო რა ვიცი რა იყო და როგორ იყო გთხოვთ ყველას შემოძვირფასებო რომ სანამ დიდი მარხვა დაიწყება და ყველიერის კვირა დადგება ენით ვაპატიოთ გონებით ვაპატიოთ და იქამდე გული განვიწმინდოთ რატო დავიწყე ორი კვირით ადრე საუბარი რომ მე მაგალითად ასე ვფიქრობ რომ არ არის მარტივი ადამიანი რომელიც აშკარად გაბრაზებულია შეიძლება შენი სულიერი შვილი იყოს შეიძლება შენი მოძღვარი იყოს დედმამიშვილი იყოს შეიძლება შეყვარებულზე იყოს გაბრაზებული ხო და იმას ახლა დღევანდელი ყვავილები არ უშველის მარტო ხო თან რაღაც უაზრო ვალენტინის ხსენების დღე რაღაც ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამას ჭირდება მომზადება ჩვენ რაღაც აი თქვა ქორწილში რომ მივდივართ ან დაბადების დღეზე ხო ვემზადებით რაღაც განწყობა გვაქვს წირვაზე რომ მივდივარ მე თელი კვირა ვემზადები ამისთვის და როგორ ახლა ადამიანს როგორ გინდა რომ უთხრა რომ იცი რა მაპატიე რა მე შენ გული გადკინე და გთხოვ არ არის საჭირო მაინც და მაინც დაჩოქება არ არის საჭირო სურათების გადაღება მე არ არის საჭირო იმის თქმა რომ აი მოკლედ გულში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და გული უნდა განვიწმინდოთ თუ გულით არ ვაპატიეთ ადამიანს ჩვენი გული არის დასნეულებული ეს პატარა ბზარი რომელიც გაჩნდა უფრო გაიზრდება და დააზიანებს ჩვენს გულს და ამიტომ პირველი ჩვენი გული ზიანდება, ჩვენი გონება ზიანდება და ჩვენი ენა ზიანდება. ეხლა მინდა რეზიუმეს სახით ახსნა როგორ შეიძლება რომ ადამიანს ვაპატიოთ. ეს ხო ეხლა კი ვამბობ ეხლა ვაპატიოთ, მაგრამ აი როგორ ვაპატიოთ. აფრიკაში ყოფილა ერთი ტომი. როცა ვინმე რამეს დააშავებს, აი თქვა ქათამი მოიპარა, ან მოკლედ რაღაცა იჩხუბა. გამოყავთ ეს სოფლის ცენტრში მოედანზე და ამ ადამიანის კარგ საქმეებზე ლაპარაკობენ. და ხლა ამა ერთი რაღაც დააშავა თქვა ხო და ამ კაცმა ადრე წყალი მოიტანა ის სახლი ააშენა გაჭირებულს დაეხმარა და იმდენ კარგს ლაპარაკობენ რომ ეს ცუდი რაც გააკეთა უკვე დავიწყებულია ეხლა მე ვაძლევ რჩევას
ადამიანები რომლებიც ჩვენ გვისმენენ და ამბობენ მამაო მოიცა რა შენ ახლა გისმენ მაგრამ ვერ გავაკეთებ მაგას ვიღაცა არის გაბუტული შენზე ხო და ის გაბუტული რო არის და კან გაბუტული რო ხარ ეს ხო გუშინ არ გაიცანი გაგიცუნია ხო გადახედა ახლა იმ ადამიანის ცხოვრება შენთვის რამე კარგი არ გაუკეთებია რამდენი კარგი გააკეთა იმ ადამიანმა შენ ცხოვრებაში და ის ერთი წყენა დაივიწყე და საპირწონეთ დადე მისი კეთილი და კარგი საქმეები და ის ერთი თუ ორი წყენა უცბად განკარდება და გადაწონის სიკეთე ხო? ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგი იქნება და ასე რომ დავიწყებთ მარხვას ჩვენთვის იქნება ნაყოფიერი. წმინდა წერილში გითხულობ ჩვენ რომ თუ მიდიხარ შესაწირად ცხენის თვითონ გაგახსენდა რომ შენ ძმა ნაწყინია თხოვე შენდება და მე მიდი. როდესაც ჩვენ არ უტევთ ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ მამა გიორგი თქვენი საუბარი ამაზე ემსახურებოდა ბუნებრივია და ვიცით რომ იგივე საზღაურით მოგვეტევება ჩვენ ადამიანთაგან და უფლისგან განსაკუთრებით. მაგრამ როდესაც ჩვენ არ უტევთ და ამ დროს მივდივარ და არვასთან წირვალ ლოცვას ვეზიარებით აღსარებას ვაბარეთ ცრემლით მაგრამ არ უტევებთ რამდენად შეიძლება ეს ჩაგვეთვალოს ჩვენ 8 წელში ან მივიღოთ რამე საზღაური. არც კი ვიოცნებოთ ხაბერ მაგაზე. ადრე ასე იყო. ეხლა ჩვენთვის კი არის ერთი კვირა, მაგრამ მოძღვარი წირვის დაწყებამდე გამოდიოდა ამბიონზე და ამბობდა ძმანოდა დანო მე გარკვეული წოდები ჩავიდინე. უფრო მეტიც გარკვეული ადამიანი ამოდიოდა ამბიონზე. საჯარო აღსარება. ეხლა ეს აღსარება გადმოვიდა ცალკე თორე. ადრე არ იყო ესე მოძღვართან. თუ შენ მე რამე შენ მეგობარს რამე დაუშავე, მე რატომ უნდა მითხრა? იმას უნდა უთხრა, რომ შენ ნაწყენი ვიყავი და გაპატიე ან შენ მაპატიე, ხო? ამოდიოდა ამბიონზე გარკვეული ადამიანი და აცხადებდა დანო და ძმანო მე შევწოდე ასე და ეს. ეხლა ეს რო გააკეთო, ცოტა უხერხული იქნება, იმიტომ ჩაკოლავენ მაშინვე. აი ყველაზე შენ თქვენ კარგი მაგალითი მოიყვანეთ, მაგრამ უფრო კარგი მაგალითი არის, როცა მემრუშე ქალს მიუყვანნენ ქრისტეს. ეს არის ყველაზე მაგარი კლასიკური მაგალითი და ეუბნებიან ქვები უჭირა უთხელში უკვე მიატანეს ფაქტია, კი არ გაიგეს ჭორები და რაღაც ხო და უკვე შეასწრეს. ფაქტით. ფაქტზე შეასწრეს და უთხრეს ახლა უნდა თამდად გამოჭერა ქრისტეს ახლა თუ იტყვის რომ ჩაქოლეთ შენ რანაირი კეთილი მოძღვარი ხარ ხო ნახეთ როგორი მზაკვრები არიან ახლა ეთქვა რომ ჩაქოლეთო დიახ ეტყობენ რომ შენ ამბობ ამას შენ სიყვარულზე გველაპარაკები თუ იტყვის რომ არ ჩაქოლოთ მაშინ მოსეს ჯულის წინააღმდეგი ხარ შენ ნახეთ რამხელა მზაკვრობა ამბობენ რომ მაჩხოვარი ჩაიმუხლა და დაიწყო წერა აქაც მინდა დავძინო რომ რაღაც წიგნი გამოვიდა ერთი კახაბერ გარკვეული ადამიანის მიერ დაწერილი ითარგმნა ლევან გიგინეიშვილმა გაუკეთა ძალიან კარგი შესავალი რომ ქრისტემ არ იცოდაო წერა კითხვა აბა რას წერდა არ იცოდა ხო წერდა კაცო ხო და წაიკითხა თორე ასევე ტაძარში ხო რომ თავის თავზე ხო წერა კითხვა თუ არის უკვე შეცდომა ეს ციგნი რა წარმოიდგინეთ რა ხო და ამ დროს რას წერდა ხო რას წერს თურმე ახლა ნუ ეს წმინდა გარდამოცემა რომ აი თქო ა ブラ ამი თავის ძმის ცოლთან ამყარებს არასწორ ურთიერთობას. მოსემ მოიპარა პურები საკურთხევლიდან. ანუ იქ მდგომი ხალხის წოდები იცოდა და დაიწყო მათი დაწერა. და ცოტა ხანში რომ მიიხედ და არავინ აღარ დარჩა ფაქტიურად. და უთხრა რომ არავინ არ არისო ვინ შენ რო განგიკითხავსო არა ხო და მეც მოგიტევეო და წადიო და აღარ შესწოდო. ჩვენ რომ არ პატიობთ არავის არაფერს აბა კარგად დაფიქრდი უფლის თვალში უფლის წინაშე რამდენი რამე გაქვს დანაშაული ჩადენილი და ეს არ გინდა რომ გაპატიოს უფალმა და უფალი გეუბნო ამდენ რამეს გაპატიე მილიონს გაპატიებ შენ და 10 ლარი აპატიე რა შენ მეგობარ შენ ახლობებს ხო არა ჩვენ გვინდა ხა დიდ მარხვაში წარმოვიდგინე რამდენი რამე უნდა გაპატიოს ღმერთმა ხო ხო რამდენი მეტანიაც გინდა აკეთო და პურს და წყალზე რო იყო თუ შენ ცოდებს არ განიცდი და არ მიიღე პატიება რა გინდა წონაში დაიკლებ ხო მარტო და მეტი არაფერი ამიტომ ჩემო ძირფასებო რა ვიცი თუ მე ვინმეს რამე ვაწყენინე და თქვა ჩემზე არის ვინმე გაბრაზებული და იქნებიან რა თქმა უნდა ხოლმე უნებრივია რატო გაქვს პრეტენზია რომ ყველა შეიძლება უყვარდეს მოძღვარი ხო ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გაბრაზებული იყოს და ეს ჩემი ბრალიც იყოს ნამდვილად ხო და ამიტომ უნდა აუცილებლად განწყობა გქონდეს და არც ის არის კარგი კახაბერო ხო ქუჩაში ვიღაცას რო გააჩერებ და ეტყვი რომ აპატიე ხო საერთოდ რო არის შეიძლება საგონებელში ჩამორდეს ადამიანი და თქვას ნეტ ამას არ დაუშავე კაცო ხო ეს უკვე მექანიკაში გადადის ხო აბა რა ის უნდა იყოს რაღაცა განწყობა უნდა შეიძლება ეგეც მინდა ხარ დამავიწყდეს რომ შეიძლება ადამიანს 1 საათი ველაპარაკო და ვერ გამოხატო შენდობა შეიძლება არც არაფერი არ უთხრა მივიდე და შევხედო თვალებში და მიხვდეს რომ მე ვნანობ ჩემ დანაშაულს ზედმეტი სიტყვები არ არის საჭირო ნიანგის რემლები როგორც გითხარით და ჩახუტება და მე რაღაც
სელფის გადაღება, მე რაღაც კაფეში წასვლა, ეს მალე დამთავრდება. და შეიძლება კიდე ჩხუბი მოვუგდეთ მე აღდგენილ ურთიერთობას უფრო მეტი გაფრთხილება ჭირდება ვიდრე ჩვეულებრივი მეგობრობას, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ადამიანს გავხედო მე და მივახედრო, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ და მაპატიე რა, რომ მე თუ ან ქადაგების დროს რამე გითხარი, ან რამე ისეთ შემდაუნებურად დავაშავე რაღაც, ხო? ერთი იესო ქრისტეა, ეს არაფერი დაუშავებია, თორე და ასევე მინდა გახაბერდო, ასე ვთქვათ, გამოვიყენო ეს საშუალება და მიმართო იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ძალიან გააქტიურდნენ ახლა პატრიარქის და ეპისკოპოსების და საღვთოების წინაშე და ნუ ჩადიან ძალიან დიდ სოდვას და შფოთინო შემოაქვთ ეკლესიაში. ამით ისინი ეკლესიას ვერ დაანგრევენ და ვერაფერს ვერ ავნებენ, საკუთარ სულს დაიზიანებენ და თუ მე რამე ინფორმაცია მაქვს გარკვეულ იერარქზე ეს ტელევიზიაში არ უნდა ვთქვა. მივიდე და უთხრა მე უფეთ ხარ, მამაო ხარ თუ ვინც ხარ. ასეთი რამე არის თქვენზე და გთხოვთ რომ აი გაითვალისწინოთ. რა საჭიროა ამისი ღიად თქვათ რა. მე გიგე ყველაფერი ტყუილია რა თქმა უნდა, მაგრამ აი მაპატიეთ არც კაცურია ეს არც მღვდლურია. ნუ ეხლა ჯერ კაცი უნდა იყო და მე რა უნდა იყო მღვდელი, ხო ეხლა ღირსება თუ არა გაქვს და კაცი არა ხარ, ანაფორი და ჯვრით ვერ გახდები შენ მღვდელი, ხო? და შორის მე უფე ნიკოლოზმა კვირას სამების ამბიონიდან იქადაგა ამის შესახებ და ბძანა რომ სანამ ჩვენ უფლისწინეში ამ ცოდვას არ მოვინანიებდა პატრიარქს არ თქოს შენდობას, როგორც მას ვიქცევით, ჩვენ აუცილებლად არ გვექნება შეწევნა ღვთისგან, იმიტომ რომ მისგან დადგენილ და სულიერ მოძღვრს თუ ესე ვკიცხავთ, ბუნებრივია უფალებას არ მოგვიწონებს. ხო და ეს ცოდვა არ ჩაივლის უკვალოდ. ძალიან ბევრი ადამიანი ამის გამო შეიძლება დაბრკოლდეს. და ისედაც და ერთი ადამიანის თუ დააბრკოლეო, წისქვილის სხვა ჯობია, რომ ჩამოიგდო. ან არ დაბადებული ყავის საერთოდ. შენ ვითომ იცი რა არის, იოან ნათლისმცემელი და ოქროპირი უნდა იყო ეს აშკარად რომ ამხელი ვიღაცას, ხო, მაგრამ ჯერ შენ თვითონ ვინ ხარ და როგორ იქცევი. და უკვე შენი აღარ მჯერა არაფერი რა. აი კარგად აღნიშნე რომ მღვდლური კი არა, მღვდლობამდე რა გინდა ახლა. მღვდლობამდე საფეხურები უნდა გაიარო და ჯერ ადამიანი კაცად იბადება, არა მღვდლად არ იბადება და ეპისკოპოსად არავინ არ იბადება, ყველა იბადება ან კაცად ან ქალად. ხო და ილია მართალი ამბობდა წმინდა ილია მართალი რომ ისე გადავგვარდითო ქართველებიო რომ კაცი ისე ვერ ახსენებ წინ კაცური თუ არა დაუმატო. ხო, კაცი, არა კაცი და კაცი, აიო, კაცური კაცი, ხო? ან კაცი უნდა იყო, ან ქალი და თუ კაცი არა ხარ უკვე თავისთავად არა კაცი ხარ. თავისთავად. ხო და ამიტომ ჩვენ კი არ განვიკითხავთ და კი არ მე გულიმწყდება ძალიან ახალ, იმიტომ რომ კოლეგები არიან და ამით უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დააბრკოლეს რა. უფრო მეტი ბოროტება ჩაიდინეს ვიდრე თქვათ იმ რომელიღაცა ეპისკოპოსზე რამე თქვეს რა. კი ბატონო. მამა გიორგი, რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად ჩვენი ცოდვების ჩვენ თავშივე გათვითცნობიერებას, რომ კარგად გავიგოთ რა ცოდვა გვაქვს, გავიაზროთ ჩვენი შეცოდებანი. ვინაიდან ჩვენ უნდა მივიდეთ ადამიანთან თუნდაც და ვთხოვოთ პატიება, რისი გულისთვის უნდა ვთხოვოთ პატიება, ხო თუ ჩვენ თვითონ არ გავიაზრეთ საკუთარ თავში ეს კარგად. მადლობა ნინა, ძალიან კარგი ჩართვა გააკეთე. პირდაპირ ამბობს სახარება, მათეს სახარებაში ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და სხვის თვალში ბეწვი ისე დაინახე. რატო? იმიტომ რომ მე თუ ჩემი ცოდვები არ ვიცი და ჩემ ცოდვებზე არ ვფიქრობ, უკვე ადვილად განვიკითხავ სხვას. აი ხო მე მაწუხებს გული, ღვიძლი, ფილტვი და დავიწყო სხვას ელაპარაკი რომ იმას ყური აწუხებს, თავი აწუხებს და ფეხი აწუხებს, ხო? მე რომ მივხვდები რომ ცოდვილი ვარ და ბევრი ცოდვები მაქვს, აღარ მექნება სურვილი სხვის ცოდვებზე და სხვის ნეულებებზე ვილაპარაკო. უკვე ჩემი პრობლემები გამიჩნდა, უკვე მე მივხვდი რომ ძალიან ცოდვილი ვარ, ძალიან ბევრი ცოდვები მაქვს და დავიწყებ ჩემი თავის განკურნებას. ჩემი თვალიდან ამოვიღო დირე, ანუ მორი და ვერ დავინახა უკვე მე სხვის თვალში ბეს. ადამიანი რომელიც საკუთარი თავი კარგი გონია, იგივე თქვა ის სასულიერო პირი თავისთავად კარგი გონია, იწყებს სხვა მღვდელზე და ეპისკოპოსზე საუბარს. და აბა კარგად დაფიქრე და ლოცულო, შენ თვალში დაინახე, რას აკეთებ და მე სხვაზე ისაუბრე. ეს აუცილებელია და პირდაპირ ამბობს ქრისტე. აი მაგალითად ახლა ჩვენ ხო არის მარხვაში ესეთი ლოცვა ეფრემასურის, რომ მომანეჭე განცდა თვისთა ცოდვათა და რა განკითხვა თვისა ჩემის. მთელი მარხვა დგას ამაზე. რა თქმა უნდა. თუ მე არ მომანეჭე ჩემი ცოდვების განცდა, ეგ იქნები სულ განკითხვაში. და თან განსაკუთრებით იცი ვინ დიდი ხანია უკვე დადიან ეკლესიაში და ფიქრობს, ეს არის ჩემთვის 27 მარხვა. 409 ზიარება. და ის ვიღაცა რო შემოვიდა ახლა, ხო, ის მეზვერე ვიღაც, ხო? უძღებიშვილის კვირა, ძალიან საინტერესოა და არ მინდა გავასწრო მოვლენებს და ყველას გისურვოთ და ყველას მოგეფეროთ და ყველას შენდობა გთხოვოთ. მოდი რა ჩვენ ცოდვებს მივხედოთ, ჩვენს სულებში დავინახოთ უამრავი ცოდვა. შეიძლება კაცი იყოს შემოსილი ჩემსავით, ლამაზი ჯვარი კონდეს, დაგი ჩამოკიდებული, მაგრამ იყოს
შეფეთქილი საფლავი და ძალიან ბევრი ცოდვა იყოს, მაგრამ იესო ქრისტე რომ მობრძანდა, პირველ რიგში დაიწყო ფარისევლების მხილება, ჯერ მეძავეებს არ ელაპარაკება ყაჩაღებს და ქურდებს, იმ ხალხს ამხელს, ვინც გაბატონებული კასტა და ხალხს არიგებენ ჭკვალზე, ზევიდან უყურებენ, ხელები გაშლილი ლოცულობენ ტაძრის წინ, ესეთი ფართო სამოსელით, როგორც მემაცია, ხო და მე ძალიან მაშინებს ეს ყველაფერი, ჩემი თავი არ დავინახო იქ. დავინახო კი არა, ვარ, რა თქმა უნდა. და მე თუ გამოვსტორდები და შევინანებ, ჩემი მრევლის გამოსტორდება და შეინანება. ჩვენ მრევლს იმას კი არ ვიმეორებ, რომ შეინანეთ, არა, შევინანოთ. ჩვენ უნდა შევინანოთ. ეხლა მე თქვენ გელაპარაკებით, არა მათ გასაგონად, ჩვენ უნდა შევინანოთ. ახლა ნინა, თუ მე ჩვენში ეს არ მოხდა, რამდენიც გინდა ისაუბრე. ერთმა მოზღვარმა საბერძნეთში ძალიან კარგად იქადაგა სისხლის გადასხმაზე. და თელი მრევლი წავიდა, რომ სისხლი გადაესხა, თვითონ დარჩა და არ წავიდა. ერთმა ჩაილაპარაკა, რამდენი ქადაგებასო თვითონ წასულიყო, ხო ჯობდო. კი, ქმედება ყოველთვის კარგი ქადაგება. მამა გიორგი, კიდევ ერთი საკითხი, როცა დაუშვა ჩვენას ნინამ კითხა და ჩვენ განვიცადეთ, ძალიან გვაწუხებს, რომ ვიღაცას ვაწყენინეთ. შეიძლება ვთვლით, რომ არ არის დამსახურებული და იმის ბრალი, მაგრამ მივდივარ და გულწრფელობთ ხოლმე შენდობას. და ის არ გვპატიობს, არც საქმით, არც სიტყვით და მაინც ის ერჩება. რა ხდება ამ შემთხვევაში? ზოგი აჩქარდება და ეტყვის, აი მე კი გთხოვე შენდობა და აი შენ თუ არ მაპატიებ, ჯოხეთში მოხდები და ესე იგი მე ფიქრობ, მაინც რომ ჩვენ ვერ ვთხოვეთ კარგად. ჩვენ რო გულით გვეთხოვა, ის აუცილებლად მეკ ჩვენ ბაგეები ვთხოვეთ. ამიტომ გითხარით, რომ სამი სახე არსებობს, რომ ისე რო ეტყვი, რომ იცი რა არის, მე დიდი არაფერი დამიშავებია, მაგრამ მაინც გთხოვ მაპატიო. ხო. ისე იციან ხოლმე რა. თან ის ხდება, რომ შენ მიდიხარ სიმბოლურად მიდიხარ. დამერწმუნეთ, რომ ადამიანი თუ გულით მივა, ის აუცილებლად მიხვდება და იმასაც ცრემლი ჩამოვარდება თვალზე. აი ეს გთხოვოთ, იმიტომ აი კიდევ ვიმეორებ, რომ ცოტა ადრე დავიწყე საუბარი კახაბერ ამაზე. ხო, მაგრამ ალბათ არასდროს არ არის ადრე და გვიან ამაზე საუბარი. რა თქმა უნდა და მე ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები ესმით იმ ადამიანებს, ვინც ჩემზე გაბრაზებულები არიან, ან მე ვარ მათზე გაბრაზებული და აი ხლა ნენელა უნდა ჩვენ კუს ნაბიჯებით დავიწყოთ და ვინც აი ესეთი სწავლება ეკლესიაში, რომ ვინცო ძმასო შენდობის თხოვა დაასწრო, ზეცა მიიტაცა მისგანო. ეს მით რა კარგია. არ მაპატიებო, ერთმა ესე არ უნდა გაღიზიანდე. თუ ადამიანი გაღიზიანდა იმ ადამიანის დუმილზე, ესე იგი შენ პატიება არ გითხოვია. ხო ხდება, მაშინ შეიძლება გაბრაზა. მე რა მენაღულებდა, მე გთხოვე შენდობა და შენ თუ არ მაპატიებ, ესე არ უნდა უთხრათ რა. უნდა უთხრა რა, რა გავაკეთო ჩემო კარგო, რომ შენ მაპატიო. მაგრამ შემთხვევაში ალბათ ხშირად მაშინაც კი როცა თქვით, რომ შენ მართალი ხარ და ის თulis რომ მართალია, შეიძლება ამით მას სინდისი რაღაცა სხვანაირად აღუძრო, რომ შენ თხოვ შენდობას. ალბათ ის დაფიქრებს, რომ მგონი მართლა მე ხო არ დავაშავე. მოყოლეთ ნაპოლეონთან მიდის დამნაშავე ჯარისკაცის დედა და სთხოვს რომ შეიწყალიო ჩემი შვილი და კი მაგრამო თქვენი შვილი დამნაშავეო დამნაშავე როა მაგიტო მაგთხოვოთ თორე მართალი ვიყოსო კი არ მოვიდოდი ახლა მოდი თქვათ რა ჩამოვყალიბდეთ ბოლომდე მართალი ადამიანი არსებობს მართალი ხო არავინ არ არსებობს ამიტომ არ გვინდა მე მართალი ვარ თუ შენ თქვენი ორივე ცოდულები ვართ შენ რომ მე დამიშავე მე დავიწყე და შენ იმდომ დამიშავე ამიტომ მე მართალი ვარ, შემტყვანი ვარ, ეს არ არსებობს. ყველა ვარ დამნაშავე, ყველამ შესწოდა, ყველა ადამიანი ცრუ არის. ყველა დავიბადეთ უჯულოებასა შინა. აღარ გვინდა ეხლა რა ამაზე მტკიცება, ვინ მართალია, ვინ მტყვანია. თქვი რომ შემიწყალე, შემინდე, მაპატიე ძმაო რა. და თუ არ მაპატია, კიდე დაველოდები, დაგიცდი და არხვის ბოლომდე იქნება მაპატიო რა. დიდი მადლობა, მამა გიორგი ხოდაშორის აი დღეს რაღაცა მოგონილი დღესასწაული აღინიშნება ვალენტინობა, ესე ძალიან კავშირში შეიძლება ითქვას, ხო, აი, ეს რატო ჩემთვის მოგონილი დღესასწაული? თითქოს აი მარტო დღეს უნდა გიყვარდეს და ხვალ აღარ უნდა აჩუქო, ისევე შენდობა და მიტევება. 12 საათის მერე უკვე აღარ შეიძლება. ხო, თითქოს აი მარტო მიტევების კვირას არის მიტევება, სხვა დღეს არ არის, ბუნებრივია. მოგოდი, აი, კარგად წამოჭერი, კახაბერი, აი, იმეს არ ეგოს მართლმადებლები, ხა სიყვარულის დღეა და რაღაც ხო. მე ის გონია თუ ჩვენ რაღაცა ისეთი შავრაზმელები ვარ და რა სიყვარულის დღეა, სიყვარულის დღე არის კაცო. კახელებზე რო ვარ ფილი, რასაქვია დრო დაამინდიო, ხო? სულ არის სიყვარული და მინდა ნინას დაულოცო, ასე თქვა, მომავალი წარმატებები რომ მინდა რომ კარგი წამყვანი გახდეს. დიდი მადლობა მამა გიორგი, შეგახსენებ ჩვენ მიტევების შესახებ საუბრობდით და გვესაუბრებოდა ნარიყალაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და საქართველოს საპატრიარქოს ჯავდებულებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.